როგორ შეუძლია მამას დაეხმაროს დედას ახალ მშობილთან. ბავშვის ოჯახში გამოჩენა სერიოზული გამოცდაა ორივე მშობლისთვის. მაგრამ ასე ხდება, რომ ზრუნვის უმეტესი ნაწილი ქალის მხრებზე გადადის. საბოლოოდ, სწორედ ის იქნება, ვინც უფრო ხშირად მოუვლის ბავშვს. რა ხდება ქალთან მშობიარობის შემდეგ? მისი ორგანიზმი კიდევ დიდხანს აღდგება. ჰორმონალური ფონი, ზონა, განწყობა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არასტაბილური იქნება. მშობიარობის შემდეგ ფიზიკურ სიახლოვეზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. მას აღდგენისთვის დრო სჭირდება. ფაქტობრივად ყველა ქალი განიცდის ძლიერ უძილობას, ბევრს კი მშობიარობის შემდგომი დეპრესიაც ემატება. რას უნდა აკეთებდეს მამა? ფაქტობრივად ერთადერთი, რაც მამას არ შეუძლია, ძუძუთი კვებაა. ყველა დანარჩენ ზრუნვას კი თავისუფლად შეგიძლია მეუღლესთან გაიღო. პირველი დღიდანვე ისწავლე ბავშვისთვის პამპერსის გამოცვა და მისი დაბანა. თუ ნარევებს იყენებთ, მაშინ კვებაც შეგიძლია. ეს შენს ცოლს დაასვენებს და შენც დაგაახლოვებს შვილთან. ერთად იარე მასთან პოლიკლინიკაში. ძუძუთი ბავშვით ექიმთან მისვლა ძალიან რთულია, განსაკუთრებით ცივ სეზონზე. ღამითაც ადექი ბავშვისთვის. თუ ცუდად წინავს, სულ მცირე ერთხელ მაინც შეცვალე შენი ცოლი ბავშვის საწოლთან ღამით. კვირაში ერთხელ მაინც გაუშვი სასეირნოდ მეგობრებთან შესახვედრად რადან მასაჟზე. დამიჯერე, ეს არა მხოლოდ მისცემს მას დასვენების საშუალებას, არამედ დაეხმარება ბაღში ადაპტაციაშიც. შენი შვილი ხომ ზუსტად გაიგებს, რომ სხვა უფროსებიც არსებობენ. ესაუბრა შენს ცოლს, როცა ამის შესაძლებლობა დაქვს. იყავით ერთად, ილაპარაკეთ თქვენს გრძნობებზე, მდგომარეობაზე. შეთანხმდით, ვინ რა მოვალეობას შეასრულებს. სინამდვილეში სულ რამდენიმე თვეში ყველაფერი ბევრად გამარტივდება, ყველა წვრილმან საითვისებთ, ბავშვის ძილი და კვებაც დაალაგდება. მანამდე კი იყავით თქვენს მეუღლესთან ერთად ერთიანად. თქვენ ორივე მშობლები ხართ, ერთად ქმნით ოჯახის ცხოვრების ახალ ეტაპს.